სტამბულში მხარეებმა მოილაპარაკეს ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე. ისინი გაცვლიან 1000 ტყვეს. ანუ 1000 ტყვეს გადასცემს რუსული მხარე უკრაინელებს და უკრაინული მხარეც სუსტად 1000 ტყვეს გადმოსცემს საოკუპაციო რუსეთის ხელისუფლებას, ოკუპანტებს. ეს არის ერთადერთი შედეგი, რომელსაც მიაღწიეს მხარეებმა ამ უაღრესად საინტერესო, რამდენად რთულ, რამდენად საინტერესო მოლაპარაკებებს. სხვა ისინი ვერაფერზე ვერ შეთანხმდნენ. ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე პრინციპში არც ულაპარაკიათ, კონფლიქტის საბოლოო აღმოფხვრა დასრულებაზეც ასევე არ ულაპარაკიათ. პრინციპში სტამბულის შეხვედრა იყო ერთგვარი მოთელვა პოზიციებისა და მე გულახდილად გეტყვით, არ ვიცი, რამდენად აქვს პერსპექტივა ამგვარ შეხვედრებს, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საკუთარი მუცელ ამოუყურავი სახე და მისმა წარმომადგენლებმა ისიც რა თქვეს, თუ ახლავე არ დაგთანხმდებით ჩვენს პირობებზეო და ეს პირობები არის უცნაურესი კი არა, ურუსეთულესი, ანუ უღორულესი, ხო? ამ შემთხვევაში უკვე შემდგომ ჩვენ სხვა პირობებს წამოგიყენებთ. ახლა თუ ვლაპარაკობთ 5 რეგიონის აღიარებაზე, ანუ 4+1, ის ერთი ყირიმია, დანარჩენი 4 რეგიონი. ჩვენ შემადგენლობაში უკვე შემდგომ ვილაპარაკებთ 6 რეგიონზეო, ანუ 6+1-ზე და შესაძლოა 8+1-ზეც. ეს დამატებითი რეგიონებია დნეპროპეტროვსკი, სუმი, მიკოლაევი და ოდესა. ამაზეც კი ვილაპარაკებთ, ანუ ამასაც დავიპყრობთ. ბევრს ცხადია ძალიან აშიდებს ეს, არა მხოლოდ საქართველოში ან უკრაინაში შესაძლოა, უკრაინაშიც, მაგრამ მსოფლიოშიც კი. აი გაგიკვირდებათ და შესაძლოა ეს აფრთხობს ტრამპსაც კი, რომელმაც სხვათა შორის უკვე შემდგომ ერთგვარი მაშველი რგოლი გადაუგდო პუტინს კიდევ ერთხელ და თქვა, რომ ვიდრე მე არ შევხვდები პუტინს მანამდე ეს კონფლიქტი ვერ დასრულდებაო. მე დააყოლა, რომ 5000 კაცი კვდება, ყოველკვირეულად კვდება, ანა არა. ტრამპმა თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოხდეს და ამასთან დაკავშირებით დაელაპარაკება პუტინს უკვე ორშაბათს, აი დღეს შაბათია, 2 დღეში. და არ გამოირიცხება, რომ საკმაოდ მალე ტრამპი და პუტინი ერთმანეთს შეხვდნენ. კიდე სხვადასხვა ეს ძალიან საინტერესო ხო იქნება ეს შეხვედრა, მაგრამ გარდა ამის არის ერთგვარად გამადიდებელი შუშით დასაკვირვებელი შეხვედრაც, იმიტომ რომ ტრამპს ზე უკვე ძალიან ბევრი ლაპარაკობს ამას, რომ ვინც ბოლოს ესაუბრება მას, უხეშად ვინც ბოლო ხდება. მაგალითად, თუ ხდება ვიტკოფი, ის ვიტკოფი ჭკუაზე გადადის. თუ ხდება რუბიო ჭკუაზე გადადის. ამბივალენტური გზავნილები აქვს. აბა რას უნდა მივაწერო ტრამპის ეს გზავნილი ანტიზელენსკის მიმართ კრიტიკული მესიჯებით, რას უნდა მივაწეროთ სწორედ სტამბულის შეხვედრის დასრულებიდან მეორე დღეს, როცა მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ დარწმუნდა და ნამდვილად დარწმუნდა, რომ რუსეთი არანაირ მშვიდობაზე ყაბულ არაა, თანახმა არაა და როცა ყველა, მათ შორის ამერიკელებიც, ლინციგრემი და რუბიო გავიხსენოთ, მათ შორის ამერიკელებიც ამბობდნენ, რომ აი გავიგეთ, რომ საბოლოოდ დავწმუნდით, რომ პუტინი არაადეკვატურია და ახლა ჩვენ ვუტირებთ მას და რუსეთს ყოფის დღესო, ანუ მოვახჩობთ, აგე სანქციების ახალი პაკეტიო თქვა ლინციგრემმა, აგე არ უნდა თურმე რუსეთს ომის დასრულებაო თქვა რუბიომ და აი ზუსტად ამ დროს მათი ლიდერი, ჩემი კი არა, მათი ლიდერი გამოვიდა და თქვა, რომ ზელენსკი კაი ვაჭარიაო ჩვენში დარჩესო. ამდენი დოლარი, მილიარდი დოლარი წაიღო. ახლა ნაკლები მიაქვსო, მაგრამ კი მიაქვსო. რუსებიო კიევში იქნებოდნენ ტანკები, ტალახში რო არ ჩაწოლილიყნენო. 5 საათშიო ეს რაღაც უცნაური დრო არის, ხო? უცნაური. აქამდე იყო ერთი კვირა რა თქვა მე 1 თვე, 3 დღე, 5 დღე, ახლა 5 საათი თქვა საერთოდ. არა, ვერც 5 საათში, ვერც 5 დღეში და ვერც 50 თვეში ვერ იქნებოდნენ რუსები კიევში. რასაკვირველია, ტანკები ჩაწვებოდნენ. რასაკვირველია, თუმცა მარტო ტანკების ჩაწოლაზეც არ არის, უკრაინელებმა სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს და განამარტო იმიტომ ვერ შევიდა რუსეთი კიევში, რომ ტანკები ჩაუწვა სადღაც კიევის მისადგომებთან, არამედ იმიტომაც, რომ უკრაინელებმა დაიცვეს საკუთარი ქვეყნის დედაქალაქი
და რუსები არ აპარპაშეს. აი, 3 წლის წინ, მარტში, აპრილში. რა აპარპაშეს? ამ დროს დაახლოებით 3 წლის წინ მოსკვა ჩაძირეს ფლაგმანი შავი ზღვისა. ტრამპმა ბუნებრივია ეს ყველაფერი იცის, მას რითი შეიძლება გავამართლოთ ტრამპი იმ პირობებში, რა პირობებშიც ეხლა არის აღმოჩენილი რუსეთი, ტრამპის მესიჯები სახსნა რითი შეიძლება. მით უფრო კვლავ ვიმეორებ, რომ რუბიო და ლენსი გრემი, მისი საკმაოდ ახლო მეგობარი, მეთქი ასე ვიტყვი, საკმაოდ მკვეთრი მესიჯები გამოდიან. საშიში არის ტრამპის დარჩენა პუტინთან ერთიერთზე. ეს ფაქტია. თუმცა ამასობაში ძალიან დაუკიდურესად აქტიურდებიან ევროპელები. მათ კიდევ ერთხელ დაინახეს როგორ იცით, დაინახეს ისე როგორც ტრამპს უნდა დაენახა თითქოს, რომ შეერთებული შტატების სამშვიდობო ინიციატივებს რუსეთი არ იღებს. და ახლა წავა. კი, მეც ესე მგონია, შესუსტდება ტრამპის კარზე რუსეთთან დალაგების სურველთა რაოდენობა და პოზიციები. ამასობაში ზელენსკი, რასაკვირველია, დიდოსტატურად თამაშობს, ის არ გაბრაზებულა ტრამპის ბოლო გზავნილებზე. აი იმ გზავნილებზე, რომლებზეც ვისაუბრე, რომლებიც ზელენსკის მიმართაც კრიტიკული იყო. აი თუ ადრეულ პერიოდში 2-3 თვის წინ ზელენსკი ამაზე გიბოდიშებდა და იჭრებოდა, თუ ცოტა აღელდებოდა ხოლმე და ამ აღელვების შედეგად ხდებოდა ის, რაც მოხდა ასე მაგალითად ოვალურ კაბინეტში. იქაც მართალი იყო ზელენსკი, მაგრამ აი თუ რამ იყო დასაწუნი იმ დროს, იყო სწორედ ზელენსკის გიბოდიშებდა აჭრა, ხო? ავარდნა, აღელვება ბოდიშის გარეშე. ახლა ზელენსკი ცოტაზე მეტად აკადემიური სიმშვიდით უყურებს ამას, იცის რა, რომ ტრამპი დღეს, შაბათ დღეს სხვაგვარია, ხოლო კვირა დღეს შეიძლება სულ სხვაგვარი იყოს. ამ პროცესში ძალიან საინტერესოა ერთი ლიდერის პოზიცია. აი იმ ლიდერისა, რომელსაც ზელენსკი შეხვდა ამ დღეიდან რომ უკან გადავთვალოთ, ამ 2 დღის წინ. ამ ლიდერს ქვია რეჯეფ ტაი ერდოღანი. კაცი ბრძენი მეთქი ასე ვიტყვი, მიხრა მოხრითაც კი ასაკ შესული, მაგრამ მიხრა მოხრითაც კი აშკარად იმგვარ მიხრა მოხრიანი, რომელსაც გამოცდილება და სიბრძნე ეთყობა. მას დემოკრატიას არ ვუწონებთ, ცხადია, დემოკრატიის ხარისხი თურქეთში არის კატასტროფული, ან ძალიან ცუდი თუ გდებოთ ასე ვიტყვი, მაგრამ აი სიბრძნის ელემენტები კი ნამდვილად აქვს რეჯეფ ტაი ერდოღანს. აი ამ სურველთა კოალიციისაკენ თურქეთი ნელ-ნელა მიდის. მე შეგახსენებთ სურველთა კოალიციის 4 სახელმწიფოს. ეს არის პოლონეთი, ყველაზე სუსტი ალბათ ამ 4-ში. ეს არის ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი. ამ 4-იდან გამორჩეული რასაკვირველია საფრანგეთია, რომელსაც უნდა რომ დაამტკიცოს ის პირველია კონტინენტურ ევროპაში და გერმანიაც კი ვერ შეერკინება, მაგრამ გერმანია საფრანგეთის ალიანსი გარდაუვალია. მე აქვე გეტყვით, რომ გარდა თურქეთისა, სრულთა კოალიციას როცა განმავლობაში ცხადია შეუერთებიან სხვა სახელმწიფოები და სხვა ლიდერები, ოღონდ მომძლავრდეს. და შეუერთდებიან მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ევროპა შესანიშნავად გრძნობს, ხედავს, ჭრეტს, რომ რუსეთი არიხებს რა უკან უკრაინაში და უკვე ლაპარაკობს არა 4, არამედ პრაქტიკულად 6 და შესაძლოა 8 რეგიონზეც კი. რუსეთი ხელფეხს მოიქნებს ევროპის მიმართულებითაც და პირველი სხვა შორის იქნება, მეორე იქნება ბალტიის სახელმწიფოების შემდეგ პოლონეთიც კი, ოღონდ პოლონეთში მაინც და მაინც პირდაპირ კონვენციური შეტევებით კი არ შევა რუსეთი არც ბალტიის სახელმწიფოებში, არამედ ჰიბრიდული ოპერაციებით ეცდება მათ შემონგრევას, დანგრევას. ამასობაში ბევრი კითხვა ისმის საქართველოსზეც ვთქვათ, ხო, ორი სიტყვა. ბევრი კითხვა ისმის, რომ მივიდა მაკრონი მხარზე, რად დაუტყაპუნა საქართველოს პრემიერ-მინისტრად წოდებულ ირაკლი კობახიძესო. აი ძმაკაცია მისიო. აი ნახეთ როგორ მიიღო ევროპის ერთ-ერთმა ლიდერმა ჩვენი უბადრუკი პრემიერი, ამას ამბობენ, უბადრუკს კი არ ამბობენ, მაგრამ ქართული ოცნების მომხრეები, პროპაგანდისტებიც და ამბობენ, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ ლეგიტიმაცია მოხდა ირაკლი კობახიძესაო, არამც და არამც. ვერ მოგართვით, ასე გეტყვით. ვერ მოგართვით, იმიტომ რომ კი მეს გონია, რომ ეს ნამეტანი ფამილიარული ქმედება იყო
მაკრონისა, მაგრამ ვერც ერთ შემთხვევაში დასავლეთი და მათ შორის მაკრონი ვერ დახუჭავს თვალს იმაზე, რაც ხდება საქართველოში ახლა. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მისი მეგობარი სალომე ზურაბიშვილი ალბათ, მოდი ესე ვთქვათ, ორ კვირაში ერთხელ მეილს უგზავნის იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც დახვავებულია საქართველოში და რომელთა ავტორიც, ანუ რეპრესიული ქმედებების ავტორი, აქტორი არის ბიძინა ივანიშვილი და ხსენებული ირაკლი კობახიძეც. ამიტომ მაკრონმა პრინციპში მაინც ვერ მიწევნი ზუსტად იცის, რაც ხდება საქართველოში. ეს კი ცუდი ჟესტი იყო და ფამილიარული, რომელმაც იმედი ჩაუსახა ქართულ ოცნებას, რომ აქაო და ჩვენ უკვე გვცნო და გვაღიარა ევროპაო, მაგრამ არ უღიარებია, იმიტომ რომ მაკრონი იქნება თუ მერცი იქნება, ისინი დასვამენ საკითხს იმის თაობაზე, რა ხდება საქართველოში და არა მარტო ადამიანის უფლებათა დარღვევის კუთხით, იმიტომ რომ არღვევს და არღვევს ეს de facto ხელისუფლება, არამედ საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, ოღონდ პრობლემა ისაა, რომ ჯერჯერობით ვერ მოიცალეს აი ამ სახელმწიფოთა ლიდერებმა ამ ჩვენი პატარა ქვეყნისათვის. ვერ მოიცალეს და ჩანს ვერც მოიცლიან გარკვეული პერიოდი მაინც და აი ამ პერიოდში უნდა ბიძინა ივანიშვილს რომ აქ მოახდინოს ძალაუფლების კონცენტრაცია და დასაჭერები დაიჭიროს, გასაგდებები გააგდოს, მისეული გაგებით გასაგდებები და დასაჭერები, ვიღაცები დააშინოს, ვიღაცები მოდრიკოს, პროტესტი გალიოს და ასე შემდეგ და მერე უკვე მართლა ჭყალებში ერთადერთი პოლიტიკური აქტორი იქნება რა, ერთადერთი ლეგიტიმური აქტორი იქნება, ლეგიტიმური ძალა იქნება, ვისაც იძულებული იქნება, რომ დაელაპარაკოს სხვათა შორის საფრანგეთის ორ პრეზიდენტზე გამამახვილებ ახლა ყურადღებას ხსენებულ მაკრონზე, რომელსაც ქართულმა ოცნებამ და მისმა პროპაგანდისტულმა ჯგუფებმა ხარზე ხელის დატყაპუნებამდე ნარკომანი უწოდეს და მაკრონმა ალბათ ეს არ იცის, უბრალოდ შეიძლება იცის. Დროს საერთაშორისო მედიაშიც გაჩნდა ეს ინფორმაცია, აქაო და ქართული მედია წერს ამ ყველაფერსო, ეს ერთი და ცხადია გაუტყდა. მაგრამ არ იცის შესაძლოა დეტალები, რომ არხი, რომელმაც ეს ინფორმაცია კი არა, ეს ფეიქი, ეს ტყუილი გაავრცელა, ხელისუფლების და მათ შორის კობახიძის მიერ მხარდაჭერილი არხია. ამიტომ ეს რომ ცოდნოდა მაკრონს, მე დარწმუნებული ვარ, მხარზე არ მიუთათუნებდა ხელს ბანდიტ ირაკლი კობახიძეს. ბანდიტ ირაკლი კობახიძეს ხებსაც შეხვდა ამაზე ოდნავ მოგვიებით, მანამდე ერთი სხვა პრეზიდენტი გავიხსენოთ საფრანგეთის რესპუბლიკისა. კერძოდ ნიკოლა სარკოზი, ანუ მაკრონამდე იყო ოლანდი და ოლანდამდე იყო სარკოზი. და სარკოზი, სხვათა შორის ახლა სარკოზის აქვს სასამართლო პროცესები. სასამართლო პროცესები აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ხარზე კი არ უთათუნებდა მუამარ კადაფის. არამედ 50 მილიარდი გადაიხადა ამ უკანასკნელმა 2007 წელს სარკოზის საარჩევნო კამპანიაში და იცავს სარკოზი თავს. წლებია ეს პროცესის ამბავი გრძელდება და მე სულაც არ მგონია რომ მაკრონი სარკოზის მაგვარია. რაც საკვირველია, მაკრონია ბევრად უკეთესი ვიდრე სარკოზი იყო. მაგრამ უბრალოდ ამით გაჩვენებთ თქვენ რომ სამწუხაროდ საფრანგეთის ლიდერს წინას მაინც ესე ვიტყვი, წინას სარკოზის ასეთი ფამილიარულზე მეტი ურთიერთობაც კი ჰქონდა კობახიძეზე ბევრად უარეს, დავიცავი ახლა მუამარ კადაფისთან. ხო, ეს არის მნიშვნელოვანი. ეხლა რაც შეეხება ერთ საინტერესო თემას. სხვებსაც შეხვდა. ერდოღანს ხსენებულს შეხვდა ირაკლი კობახიძე და რამერე. ჩვენ ვიყავით ლიდერი ქვეყანა არა დერეფანში შეხვედრების თვალსაზრისით, არამედ აქ ჩამოდიოდნენ ერდოღანი კონკრეტულად და ევროპის ცალკეული სახელმწიფოების ლიდერები და ჩვენი დემოკრატიის გაუმჯობესების აუცილებლობაზე და ჩვენ უსაფრთხოებაზე გველაპარაკებოდნენ. მარტო მიშა სააკაშვილის დამსახურების თვალსაზრისით არ ვლაპარაკობ იმას რა პრობლემებიც ჰქონდა ეს ყველა ვიცით, მაგრამ ჩვენ ვიყავით მოწინავე ქვეყანა ამ რეგიონში და ახლა სად ჯანდაბაში ვართ. ახლა ის გვიხარია, ანუ ხარიათ, უფრო ზუსტი რომ ვიყო, სადღაც დერეფანში თავა უთათუნებს მაკრონი ირაკლი კობახიძეს, რომელიც ესე დასჯილი ბავშვით წამოდგება და უსმენს. ხო, აი ძირეული მოლაპარაკებები რომ შედგეს მაკრონსა და კობახიძეს ან არ ვიცი, სტარმერსა და კობახიძეს შორის, პაპუაშვილს შორის, ვინც გნებავთ ის დავასახელოთ ამ ბანდიდან, ხო? იმ ძირეულ მოლაპარაკებებზე საელჩოები დაუდებენ ინფორმაციას მაკრონსა თუ სტარმერსა თუ მერცს, რას ლაპარაკობს და რას აკეთებს რეალურად ქართული ოცნება.
ცოცხალ ინფორმაციას დაუდებენ და ცოცხალი ინფორმაციები ხა წინა ინფორმაციებზე ნახევარი წლის წინ 3 თვის წინ მომხდარ ამბებზე კი არ გელაპარაკებით. აი ახლა დღეს რაც ხდება, იმაზე გელაპარაკებით. დღეს ხდება, დღესაც კი ხდება კატასტროფა ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დარღვევის თვალსაზრისით. დემოკრატიის უგულებელყოფის თვალსაზრისით, აი პატიმრები ყავს, რომელთა მიმართაც საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ნახევარი ნაბიჯითაც არ იხევს უკან და რატო არ იხევს? იმიტომ რომ არ უნდა რომ აჩვენოს რომ ბზარია. სისუსტე ჰგონია უკან დახევა. ჰგონია რომ თუ ახლა დაიხევს და ერთ ამიშულობა აქ რაგვარს დავასახელებ, ერთ ბზია ამაღლობას გაანთავისუფლებს. ეხლაც ამჩნევიათ გებუაძეს მე მგონი ეს შეწითლება მიყენებული ზიამაღლობის მიერ არტყმული სილისაგან მაინტერესებს ეხლაც აქვს, ეხლაც გაწითლებული აქვს, რა ხანი გამოხდა და რა ნაზიკანი აქვს ამ გებუაძის ასეთ. თუ ზიამაღლებელს გაუშვებს, ამით გონია რომ ჩამოინგრევა არა? მეგობრებო, თუ ზიამაღლებელს თქვენ ეხლა გაანთავისუფლებთ, თქვენ არ ჩამოინგრებით, თქვენ ისედაც ჩამოინგრებით უფრო ზუსტი რომ ვიყო. და მაკრონი ვალდებული იქნება და ელაპარაკოს ყველას, ვინც იქნება ჩამომნგრევი და დემოკრატიის, მეტი დემოკრატიის, კი არა, ამ ანტიდემოკრატებისაგან განსხვავებული პოლიტიკის გამტარებელთან ვალდებული იქნება მაკრონის და არა მხოლოდ ურთიერთობის დამყარებისა. და კვლავ უკრაინა. დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთი ვერ მოახერხებს ვერანაირი სხვა, არათუ სხვა რეგიონების. არამედ იმ რეგიონების შენარჩუნებასაც კი, რომელშიც ახლა ის ნაწილობრივ არის გამაგრებული, ნაწილობრივ მთლიანად. რატომ? აქ მე სახმელეთო ოპერაციებზე სიმართლე გითხრათ, ნაკლებ ყურადღებას გავამახვილებ უკრაინას მართლაც არ ყოფნის ძალა, რომ ეს შევიდეს და გააკონტროლოს, არ ვიცი. ხერსონის აქეთ სანაპირო, მაგალითად, არ ვლაპარაკობ ხა ყირიმზე და ლუჰანსკზე. სახმელეთო ოპერაციები გაჭირდება, მაგრამ ნახეთ უკრაინას იმდენი დრონი აქვს უკვე და იმდენზე მეტი დრონი ექნება მომავალში. ანუ დღესაც აქვს, იმაზე ბევრად მეტი ექნება, დღეს უკვე ძალიან ბევრი აქვს. რომ უკრაინა ესე რომ ააფრენს ამ დრონებს, ეს დრონები ჩამოვარდება ისიც ხო, რამდენი კილომეტრი აქვს რადიუსი? 3000 კილომეტრიც კი. არა, მაინც და მაინც ვლადივოსტოკს დაარტყავს მეთქი, შესაძლოა სუფეხებზე კიდია პუტინს ვლადივოსტოკი, მაგრამ მოსკოვს კი ნამდვილად ფარავს. და ეს პატარა დრონი რო აფრინდა, აი ესეთია ჩავთვალოთ. ამაზე დიდი, მაგრამ არც ბევრად დიდი. რო აფრინდა დრონი და ჩამოვაგდო სადღაც იმ ინფრასტრუქტურის გამართვა, ლოჯისტიკურ და ფიზიკურ გამართვაში რუსეთს ჭირდება ბევრზე ბევრი რუბლი თუ დოლარი. და აღარ არის რუბლი დოლარი, არის ერთი საწარმოს გამართვისათვის, აღდგენისათვის, მეორეს, მესამეს, მაგრამ 400 საწარმო რო აუფეთქდეს და 760 იარაღის საწყობი სადღაა, მერე გაიწვიოს და იყოს თავისი ურალს იქით მაცხოვრებელი მოქალაქეები. გაიწვიოს საზარბაზნე ხორცი და იყოს. So what? რა იცვლება ამით? И что дальше? რუსულად რომ თქვათ. ბიზნეს კი მაინც არ სჯერა. აი ვერაფრით ვერ დაიჯერა რა. რაც არ უნდა უთხრა. რო უთხრა, როგორც მე არ მჯერა რომ სიგარეტი მავნეა. არა, მე კი ვიცი რომ მავნეა, მაგრამ მე მაინც ჯიუტად ვეწევი ამ სიგარეტს. ბიზნეს რაც არ უნდა უთხრა, ჯერ არც ეუბნებიან, მაგრამ რომც უთხრა, რომ რუსეთი სტრატეგიულად უკვე დამარცხდა ტაქტიკურ დონეზე, ბატონო ბიზნესა დამარცხდება და ამასობაში თავს უნდა უშველოთ თქვენ, იმიტომ რომ მაინც ტვინია გურა მაჭვარაშვილისა ამ მიმართულებით, თორე ფულს ბიტკოინებში თუ ბიტკოინების გარეშე იმდენ შეულობს, რომ მაჭარაშვილიდან ერთად ფერბიშოვით გვარებიც კი მაჭარაშვილები და ტაბლიაშვილები ერთად, სარქუებიც პლუს. ხოდა სხვაგვარებით შემიძლია დავასახელო კობახიძეებიც ვერიშოვით. ტაბლიაშვილები, ზარქუები, კობახიძეები და რაგვარი თქვი, მაჭარაშვილები. და მაგრამ ამ თვალსაზრისით კი მაჭარაშვილისა და ზარქუას ტვინი აქვს და დიტო სამხარაძისა კიდე, ანუ ვერაფრით ვერ გაიგო, ნიდაშლო, რომ უკრაინა მარცხდება უკრაინა იმარჯვებს ტაქტიკურ დონეზეც კი, რუსეთი მარცხდება ტაქტიკურ დონეზეც კი, არა თუ
სტრატეგიულად. იქ უკრაინა წამომცდა, უკრაინა მარცხ ხდება, მეთქი ხა იქნება ამოიღოთ და დააბზრიალ დაატრიალოთ სამთავრობო ტროლარხები ჰქვია. ხო, ტროლარხებზე გამახსენდა რაღაცა. მაგრამ ახლა არ ვიტყვი ამაზე. იმიტომ რომ გავიდა ამასობა შევსიცოდი. თურქეთი ხდება უმნიშვნელოვანესი არა მხოლოდ რეგიონშიც ძლიერი. არამედ გლობალური მოთამაშე ის ევროპისაკენ მიდის და მსურველთა კოალიცია შეუერთდება და თურქეთი თუ მივიდა ამ პოლიტიკამდე, ამ გადაწყვეტილებამდე, თუ ეს პოლიტიკა გაატარა ერდოღანმა, რომ იქიდან მომხრჩობი ჩინეთი იქნება, აქედან სამხრეთიდან მომხრჩობი თურქეთი. ევროპა ხო არეპუება და ხელფეხის ქნევას დაიწყებს უაზროს რუსეთის ფედერაცია და პუტინი და ეს ხელფეხის ქნევაც კი მას არ უშველის ბიძინა მაინც ვერ დაიჯერებს რომ რუსეთი მარცხდება, მაგრამ თქვენ ხომ გჯერათ, არა თუ გჯერათ, არამედ იცით კიდეც. ნახევარი ნაბიჯით კი არა, ყველა ნაბიჯით ერთად დაიხევს უკან ბიძინა ივანიშვილი, ის დანიშნავს არჩევნებს, იზოლებული იქნება, როგორ განჭვრიტო ახლა, მაგრამ საკმაოდ მალე. ნახვამდის, ოღონდ ხო რო არ დამავიწყდეს მისი დანიშნული არჩევნების კი არ გვაწყობს შესაძლოა, იმიტომ რომ თუ გაყალბების მექანიზმები დაიტოვა ამასობაში ბიძინა რუსმა შეიძლება ეს თლაც საჩვენო საქმე არ იყოს. აი, ნახოთ, როგორც იქნება. ერდოღანი სტაობაზე გამოვიდა ალბათ. ნახოთ, მოკლედ, რასთან დაკავშირებით გამოვიდა სათაურს ამ ვიდეო ბლოგისა. ნახვამდის.